დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, ვსაუბრობთ პანკისის თემაზე და პანკისის დილემაზე, ეგრეთ წოდებულ პანკისის დილემაზე, რომელიც ხელისუფლებას დღეს აქვს და რომლის გადაჭრაზე დიდწილად არის სავარაუდოდ დამოკიდებული მისი მომავალი. ჩვენი სტუმარია ნინო ბურჯანაძე, დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერი. ქალბატონო, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და მადლობა მოწვევისთვის. ალბათ მეთანხმებით, რომ ხელისუფლებას აქვს ძალიან არასახარბიელო არჩევანი, ერთის მხრივაც და მეორეს მხრივაც, ერთი რომ მან გადაყლაპოს ის ყველაფერაც მოხდა კვირას ის რომ მის პოლიციას დაუპირისპირდა ხალხი შიშველი ხელებითაც და ქვითაც და ჯოხითაც და ისინი უბრალოდ გამოყარეს ხეობიდან და მეორე დაიწყოს დაპატიმრებები იმ ადამიანების ვინც იქ მონაწილეობდა ვთქვათ ამ დაპირისპირებაში პოლიციასთან და ამით პრაქტიკულად მე მგონი ბავშვიც კი მიხვდება რა პროცესი შეიძლება განვითარდეს ხეობაში და არა მხოლოდ ხეობაში იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი არა ხეობის მაცხოვრებელი არის აბსოლუტურად სოლიდარული პანკისელების მიმართ და ეს იქნება ძალიან სერიოზული დარტყმა ხელისუფლებისთვის. თქვენ როგორ ხედავთ ამ სიტუაციაში ეს დილემა როგორ უნდა გადაჭრას ხელისუფლება? ვერ გადაჭრის ხელისუფლება ამ დილემას ვერანაირად, ჯერ ერთი იმიტომ ქალბატონო რომ საერთოდ ხელისუფლებას ჯერ არც ერთი პრობლემა არ გადაუწყვეტია და არაერთი პრობლემა შექმნა. და შეუქმნა არა მხოლოდ ქვეყანას, არამედ შეუქმნა საკუთარ თავსაც. მე უბრალოდ არ მესმის ახლა რამდენად უგუნური უნდა იყოს ხელისუფლება რომ ცარიელ ადგილზე აბსოლუტურად მოწმენდილ ცაზე შექმნას აი ესეთი პრობლემა და თავის ტკივილი როგორიც შეიქმნა კვირას. როდესაც პრაქტიკულად შესაძლებელი იყო რომ ვინმეს რომ დომოდა ამ პროცესის მართლაც საქართველოს საწინააღმდეგოდ გამოყენება და პროვოკაციის მოწყობა პრაქტიკულად ამისათვის არაჩვეულებრივად იყო უკვე ნიადაგი შემზადებული. როგორ შეიძლება ხელისუფლებამ ბიზნეს ინტერესებს გადააყოლოს ქვეყნის ინტერესი და სხვა შორის საკუთარი ინტერესიც, მაგრამ ამას ვერ ხვდებიან, რა თქმა უნდა, თორემ რო ხვდებოდნენ, საკუთარ ინტერესს არ დააყენებდნენ. არ ისინი ხვდებიან, რომ რთულია ეს პროცესი და თამამი მოქმედებები ხეობაში თუნდაც ადამიანების დაკავება არ იქნება მარტივი. ეს რა თქმა უნდა დაინახეს მას შემდეგ, როდესაც მიიღეს ძალიან სერიოზული პასუხი პანკისის ხეობის მოსახლეობისაგან. პასუხი, რომელიც არ დადგებოდა იმ შემთხვევაში, რომ სრულიად უაზროდ და უმიზნოდ და უადგილოდ არ შეეყვანათ სპეცდანიშნულების რაზმი ხეობაში. რატომ უნდა შეიყვანო სპეცდანიშნულების რაზმი ხეობაში, სადაც წყნარად მშვიდად ადამიანები ცხოვრობენ? თუნდაც შეიქმნა რაღაცა გარკვეული პრობლემა, რატომ ვერ უნდა შეძლო შენ? ან პანკისში სასამართლო დავის საკითხი უფრო და მაგალითად ან აღმასრულებელია კერძო დაცვის სამსახურის თემა. შენი ქვეყნის მოსახლეობასთან საუბარი. დღეს თუ შეგიძლია რომ ილაპარაკო იმაზე, რომ აი თუ არ მოგვარდება პრობლემა და მოსახლეობა თუ არ დაეთანხმება ჩვენ ამ ხეს არ ავაშენებთ. სანამ ქვების სროლა და კობრის დაწვა იქნებოდა, მანამ რატომ არ შეიძლებოდა მოსახლეობასთან ამ ყველაფრის გარჩევა? ეხლა თქვენ მართალი ხართ, ნინო, აბსოლუტურად ესე ვთქვათ, უმძიმეს ვითარებაში ჩაიგდო ხელისუფლებამ თავი. ერთის მხრივ ხელისუფლება, რომელიც ადეკვატურად, სამართლებრივად ვერ მოქმედებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ის ხელისუფლება არ არის. ანუ მოგწონს თუ არ მოგწონს, როდესაც პოლიციაზე იყო შეტევა, ხო, პოლიციაზე არის შეტევა კანონმდებლობა. ეხლა შეიძლება არ ახარ სოლიდარული პოლიციისადმი იმ მომენტში და მეც მქონია ეს მომენტი თავად, მაგრამ ეხლა ამ შემთხვევაში დაიწყო პოლიციის კუთვნილი მანქანები, ხო? ძალიან სერიოზულად დაშავდა პოლიცია, ხო? ბუნებრივია რომ ხელისუფლებამ სამართლებრივად უნდა იმოქმედოს. არა და ესე ვთქვათ, სასწორის მეორე მხარეს დგას უკვე ძალიან დაძაბული ვითარება პანკისის ხეობაში და დღეს თქვენ იცით რომ შეიკრიბა მოსახლეობა, რომელმაც გამოაცხადა რომ კომპრომისი არ იქნება და იქნება ესე ვთქვათ, ყველა ერთისათვის აი ესეთი დევიზით, როდესაც თუ ერთი ადამიანი ეს არ არის ძნელი, იმედი ხელისუფლებაში მიხვდებიან, არ არის ეს ძნელი მისახვედრი რომ იქ ერთი ადამიანის დაჭერაც, რაც ნიშნავს ყველას დაჭერას და რაც ძალიან კეთილი დამოკიდებულება მაქვს პანკისელების მიმართ, შეიძლება ცოტა სუბიექტურიც ვარ, იმიტომ რომ ყველა არჩევნებში პანკისის მოსახლეობა პანკისში გვაქვს ხოლმე ყოველთვის პირველი ადგილი და ძალიან დიდი მხარდაჭერა მაქვს და დიდი მადლობა მინდა ამ ადამიანებს ნამდვილად უთხრა. გარდა ამისა, მაქვს სენტიმენტები ნამდვილად იმიტომ რომ ყურადღებით ვაკვირდები მათი უხუცესების გამოსვლას, ყურადღებით ვაკვირდები თუნდაც გუშინ წინ ახალგაზრდა გოგონას გამოსვლას TV პირველზე პანკისის ხეობიდან, როგორ მეტყველებენ, როგორ უფრთხილდებიან საქართველოს. არც ერთი ანტისახელმწიფოებრივი განცხადება მათი მხრიდან მინიშნებაც კი არ ყოფილა. განსხვავებით გახარიას განცხადებისგან. გეთანხმებით აბსოლუტურად.
გამწარებულმა მაჩალიკაშვილმაც კი, რომელსაც შვილი საწოლში მოუკლეს, ანტისახელმწიფოებრივი განცხადება და ქვეყნის საწინააღმდეგო განცხადება, ან ისეთი განცხადება, რომელიც შეიძლებოდა საქართველოს საწინააღმდეგოდ გამოყენებულიყო, არც ერთი ასეთი განცხადება იყო თავიდან მცდელობა, რომ აი ეს კონტექსტი შეექმნათ ამ საქმისთვის სახელმწიფო დაჯგუფებებს და რაღაცა მედიას თუ ვთქვათ Facebook ჯგუფებს იყო იქ აქცენტის გაკეთება, რომ აი ეს სოფელი ჩვენია, ნიშნავს იმას, რომ თითქოს რომ აი თქვენი არ არის. იცით რა, ეს იყო უსინდისობა ხელისუფლების და ყველა იმ ადამიანის მხრიდან, რომელიც ამას აკეთებდა, ერთის მხრივ უსინდისობა, იმიტომ რომ განადგურებულ და გაუბედურებულ ოჯახს უწყობ ესეთ პროვოკაციას და მეორეს მხრივ, იმიტომ რომ ამ ადამიანებს მართლა არ მოუციათ არანაირი საფუძველი ამისათვის. ასე რომ დღეს ძალიან რთული ვითარება არის, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ერთის მხრივ სახელმწიფო თუ ხარ, არ აქვს მნიშვნელობა სად ხდება კანონდარღვევა, პანკისში ხდება თუ გურიაში ხდება თუ იმერეთში ხდება თუ სვანეთში ხდება თუ რომელ ხეობაში ხდება, მაგრამ მეორეს მხრივ შენი უგუნურობის გამო ეხლა ისე არის დაძაბული ვითარება, რომ იძულებული ხარ რაღაც ნაბიჯები გადადგა. ეს არის, როცა ხელისუფლება უგუნურია, აი ესეთ გამოუვალ მდგომარეობაში იყენებს ხელისუფლება თავს. შეიძლება მათ ჩათვალონ, რომ ეს მათი პრესტიჟის და ღირსების შელახვა იქნება ცუდად შემოუბრუნდებათ და დაიწყონ დაპატიმრება. თქვენ წარმოგიდგენიათ ესეთი რამე, რომ აი დაიწყონ ვიღაცების დაკავება. მე ვფიქრობ, რომ ეხლა უკვე ისინი მიხვდნენ, რომ ეს არ არის გამოსავალი, ეხლა ღირსება და თავმოყარეობა ამ ხელისუფლების რომელიმე წევრს რომ გააჩნდეს ერთი კაცის ჯიბეში არ იქნებოდნენ ჩამსხდარები და მართლა ხელისუფლება და ქვეყანა გვეყოლებოდა, მაგრამ ზოგადად მე ვფიქრობ, რომ იმედია მალე შეიცვლება ხელისუფლება და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა კუთხის მოსახლეობამ და ხალხმა და მათ შორის პანკისელებმაც იცოდნენ და იგრძნონ, რომ მათ ყავს ხელისუფლება, რომელიც მათ ელაპარაკება და მათ აზრს ანგარიშს უწევს და ასეთი ხელისუფლება მართლაც ელაპარაკებოდეს ამ ადამიანებს და კონდეს მუდმივი კომუნიკაცია ადამიანებს. ქალტონინო, რა მოხდა თქვენი აზრით? აი, ვცდილობთ სულ აი ამ გადაცემაში პირველ ბლოკში იყო დავით უსუფაშვილი წინასწომრები ნახეთ, ვინც იყვნენ და გვინდა მივხვდეთ აი რა მოხდა, რასთან მქონდა საქმე, როგორი არის გადაწყვეტილების მიღების სტრუქტურა ხელისუფლებაში მაგალითად. ერთი ძალიან თვალშისაცემია კი არა და დოკუმენტურად აი ძალიან ცხადია, რომ ეს ფერი კომპანია ფერი, რომელიც იქ აწარმოებს ჰესის მშენებლობას, არის ივანიშვილის პარტნიორი. ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის პარტნიორია სხვა პროექტში. ონის კასკადი, თუ სწორად მახსოვს, კი ბატონო. ონის კასკადში არის მისი პარტნიორი და ერთობლივად აკეთებენ ამ 329 მილიონიან პროექტს. ძალიან კაფეოდ იკვეთება ბიძინა ივანიშვილის ინტერესი. როგორ ფიქრობთ? ეს უშუალოდ მისი გადაწყვეტილება იყო თუ აი როგორ იმართება ეს ქვეყანა? აი ამას მინდა მივხვდე მე ჩემს სტუმრებთან ერთად. რა იყო, რა მოხდა? არავინ რო არ გათვალა. შესაძლო შედეგი ეს ცხადია, მაგრამ ეს იყო თქვათ ივანიშვილის გადაწყვეტილება მისი ბიზნეს ინტერესების დასაცავად. ეს იყო უბრალოდ უგუნურობა, სერიოზულობა არ გათვალა შესაძლოა და გააყოლა ახლა სპეცრაზმი რა მოხდა მერე. თქვენ ძალიან ოპტიმისტი ყოფილხართ თუ გინდათ გაიგოთ როგორ ხდება გადაწყვეტილების მიღება ქვეყანაში და როგორ იმართება ქვეყანა. იმიტომ ჯერ ქვეყანა არ იმართება უბრალოდ. ქვეყანა მიდის ინერციით და მეთანხმეთ ეს არ არის მართვა. ამას არ ქვია მართვა ნამდვილად. და რაც შეეხება გადაწყვეტილების მიღება ხდება სპონტანურად. ანუ არის ბიძინა ივანიშვილის ინტერესი, მოთხარე ხე, ააშენე ესა, გადაკეტე ეს, შეიყვანე პოლიცია და ასე შემდეგ. ხა მე მქონდა ბოლო 10 დღის განმავლობაში ალბათ საქმის კურსში ბრძანდებით მე დავიწყე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა, სრულიად სხვა მიმართულებით ბუნებრივია, საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, ჩემი პარტიის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. მინდოდა მათთვის გამეცნო და მათი აზრიც გარკვეულწილად მომესმინა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. პრაქტიკულად ბოლო 10 დღის განმავლობაში მე დღეში მინიმუმ 2 შეხვედრა მქონდა დიპლომატებთან. ყველა მათგანმა იცის რა იდგა ამის უკან.
რომ სახელმწიფო მიიღო გადაწყვეტილება, ეხლა ისინი ამას პირდაპირ არასოდეს არ იტყვიან, მაგრამ მე ჩემი განწყობა შემიძლია გითხრათ, ყველა მათგანმა იცის ის, რომ ამის უკან იდგა ერთი კონკრეტული ბიზნესმენის ინტერესი, რომელსაც უნდოდა ამ ჰესის აშენება, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული. ამიტომ შეყვა მას პოლიცია, მე არ ვიცი თქვენ სადმე გინახავთ, რომ პოლიცია დაყვებოდეს მშენებლობაზე ობიექტებზე. ამაზე ბევრჯერ ვისაუბრეთ. ასე დროს თუ სასამართლო წააგო, თქვათ მოსარჩევთან სასამართლო ეს საქმე. მე არ გამიჭირდება რომ თქვა ჩემი აზრი. სასამართლომ თუ გადაწყვიტა რომ ეს მაინც უნდა აშენდეს, ასეთ შემთხვევაში ალბათ ახსრულების ბიურო უნდა გამოიყოს, ან არც კერძო დაცვის სამსახური, რომელიც შევა და დაიცავს ამ შენებლობას უკვე სასამართლოს მიერ დადგენილი წესით, რომ თქვათ არ ხელყოს ვინმე, ხო, ასე არ არის. ისევ ერთი კითხვა გამიჩინა, რომელიც რამდენჯერმე ამომიტივტივდა სიმართლე გითხრათ თავში. ყველა საკითხის უკან, რაც დღეს საქართველოში ბიზნესია, მშენებლობა, რაიმე ეს არის, ასე თუ ისე იკვეთება ბიძინა ივანიშვილის ინტერესი. მე ვერ ხვდები უბრალოდ, ესე იგი, ისმება, ორი მოსაზრება შეიძლება გამოთქვა ადამიანმა ასეთ ვითარებაში. ან ბიძინა ივანიშვილს უბრალოდ დაკარგული აქვს ელემენტარული, სრულიად ელემენტარული რაღაცა ის ზღვარის გრძნობა. ის გვეუბნება რომ საქართველოს ბიზნესს არ აწარმოებს. არა, კარგი წამის რას გვეუბნება არ მაინტერესებს. მე პირადად მაბნევს ეს, იმიტომ რომ ხო, მეც მაბნევს. ძალიან ბევრი უდიდესი პროექტი აქვს საქართველოს, ახლა ყველაფერი თუ წამგებიანი, არ ვიცი, პანორამადან დაწყებული, რა ვიცი. უბრალოდ დავსვამ ამ კითხვას, იცით? ან მას შეკვეთილი და რა ვიცი, ბიტკოინების ქარხანა და ასე შემდეგ. დავასრულებ რა. ან მას ეს ზღვარი მართლა დაკარგული აქვს და მაშინ ეს ნიშნავს რომ ის უბრალოდ აბსოლუტურად არაადეკვატური ადამიანია, ადამიანი რომელსაც 5 თუ 7 მილიარდი აღარ ყოფნის, საერთოდ რაღაცა შეიძლება ლაპარაკი. ან უბრალოდ მაშინ ეს მითი არის მის 5 მილიარდთან დაკავშირებით და ის საქართველოში არის იმისათვის რომ გააკეთოს ძალიან დიდი ფული და ასე ვთქვათ, მართლა ყველაფერი საქართველოში ხელში ჩაიგდოს. აბა, სხვა ახსნა ამას უბრალოდ არ აქვს. როგორ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს მილიარდები, ერთი ციცქნა ქვეყნის ბატონ პატრონი იყოს და კიდე იმით იყოს დაკავებული, რომ აქედან, იქედან, ამ საქმიდან, იმ საქმიდან, ყველა საქმიდან წილი და ასე ვთქვათ, ბიზნეს ინტერესი ჰქონდეს. ეს არის წარმოუდგენელი, ეს არის კატასტროფა ქვეყნისათვის. ყველაზე ცუდად მინდა გითხრათ, საქართველოში უკრაინას თუ არ ჩავთვლით, რომელიც აბსოლუტურად დაქცეულია, საქართველოში განვითარდა მოვლენები, ჩვენ უბრალოდ დაუშვით ის, რომ ერთმა ადამიანმა ქვეყანა იყიდა ჯიბეში, დაგვინიშნა პრემიერ-მინისტრი, რომელზეც ვერც კი ბრაზდებით, მართლა ვერ ბრაზდებით. ხო, ეხლა ეს ძალიან ცუდი ნიშანია, მინდა გითხრათ და თქვენ დამეთანხმებით, რომ ძალიან ცუდი ნიშანია, როცა პრემიერ-მინისტრი. მე ვიცი, რომ ის არ არის ჩემი წრომის ადრესატი არც ერთ საკითხში, რაც მე მაწუხებს იმ პრობლემებში. პრემიერ, არ ამგონია ხა, მე კვირიკაშვილზე შეიძლება გაბრაზებული ის არიღებს გადაწყვეტილებას. ბახტაძეზე მიუხედავად რომ არც კვირიკაშვილი არ იღებდა ხშირ შემთხვევაში დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას. ბახტაძეზე ვერ გაბრაზდები. უბრალოდ ვერ აღიქვა მას როგორც პრემიერ-მინისტრად. ვერ აღიქვა მინისტრების აბსოლუტურ უმრავლესობას მინისტრებად. პარლამენტზე აღარაფერს არ ვლაპარაკობ, მე არასოდეს არ ყოფილი ვარ ჩვენი პარლამენტებით დიდად აღფრთოვანებული, მათ შორის მაშინაც, როდესაც მე ვიყავი პარლამენტის თავმჯდომარე, მაგრამ ის პარლამენტები ამასთან შედარებით, რა ვიცი, ყუბში აყვანილი ლორდთა პალატა არის. ეს რა უბედურება არის, რაც ქვეყანაში. კარგი, ქალბატონო, ჩვენ დასასრულისკენ და წავიდეთ, ამიტომ მინდა გითხოთ თქვენ როგორ ხედავთ მოვლენების განვითარებას, ეს რამდენად დიდი დარტყმა იქნება, როგორც არ უნდა დამთავრდეს პანკისის ამბავი ხელისუფლებისთვის, მე წინა ბლოკში ვახსენე პანკისის ეფექტი, როგორი იქნება პანკისის ეფექტი. მე მინდა გითხრათ, ქალბატონო, რომ დარტყმა უკვე ხელისუფლებამ ძალიან დიდი მიიღო. უზარმაზარი დარტყმა მიიღო, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ეს სრულიად ნათელია, ძალიან დიდი დარტყმა მიიღო ჩვენმა იმიჯმა და საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ, რომელ ტერიტორიულ მთლიანობაზე, რომელ კონფლიქტების დარეგულირებაზე, როდესაც აგერ ჩვენს ცხვირწინ ხელოვნურად ქმნით კონფლიქტებს. გარდა ამისა, ხელისუფლებას ელოდება კიდევ ძალიან დიდი დარტყმა, ახლა უახლოესი 1 თვის განმავლობაში. თქვენ იცით, რომ საარჩევნო პროცესი არის, ახლა მართალია ჩვენი პარტია არ არის ჩართული ამ პროცესში და ჩვენ არავის არ უჭერთ მხარს, მაგრამ ამის და მიუხედავად ჩვენ ბუნებრივია ვადევნებთ თვალყურს იმას,
იმას, რომ არჩევნები მეტნაკლებად ნორმალური სტანდარტით ჩატარდეს. ჩემთვის სრულიად ნათელია ის, რომ ეს არჩევნები არ ჩატარდება ნორმალურად, ამის ნიშნები უკვე ძალიან სერიოზულად ჩანს. სრულიად ნათელია, რომ ხელისუფლება გააყალბებს არჩევნებს და არ არის გამორიცხული, რომ ამასაც სერიოზული და მძიმე შედეგები მოყვეს ქვეყანაში. მე უბრალოდ მინდა გავაფრთხილო ხელისუფლება. აი ნამდვილად არ მაინტერესებს არც ერთ რაიონში ვინ მოიგებს არჩევნებს. აი ძალიან გულწრფელად გეუბნებით, არანაირი ინტერესი არ მაქვს და საერთოდ ჩემთვის ეშუალედური არჩევნები არ არსებობს. ერთადერთი ინტერესი, რომელიც მაქვს, მოგმართავთ ხელისუფლებას, რომ ქვეყანაში არ იყოს არასტაბილურობა. თქვენ ისევ უჭყუოდ და უგუნურად მოიქცევით. ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული. ძალიან ვისურვებდი, რომ ოდნავ თვალები გამოახილოთ და ქვეყანა არასტაბილურობის, ესე ვთქვათ, მორევში არ წაიყვანოთ, თორემ მე ამას ვერაფერი ვეღარ გააჩერებს. და გონს უნდა მოვიდეს ხელისუფლება და ეს არჩევნებიც ნორმალურად ჩაატაროს ნინო, გონს უნდა მოვიდეს ხელისუფლება და ხელმოწერები უკვე გროვდებათ საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით და ჩვენი პარტია აქტიურად არის ამ პროცესში ჩართული და ხელმოწერებს ვაგროვებთ ყველგან. თუმცა რამდენად მოსალოდნელია რომ ხელისუფლება ამას დათმობს. არა, მაგას ვამბობ სწორედ და გონს უნდა მოვიდეს ხელისუფლება და საარჩევნო სისტემა დათმოს, იმიტომ კი არა რომ ეს ბურჯანაძეს და სხვა პარტიებს უნდა. იმიტომ რომ ეს თავად ხელისუფლება სჭირდება თავისი ლეგიტიმაციისათვის. მეგავატიანი ჰესის გამო ამის ომი დაიწყეს პანკიში. ხო და დაამთავრებენ ისე როგორც დაამთავრა მიხეილ სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ და გაცილებით უფრო ცუდად, იმიტომ რომ სააკაშვილს ყავდა თავისი მართლა იდეოლოგიური მომხრეები, ნინო და მეთანხმები. კი ბატონო, რომლებიც დღემდე არიან მისი მომხრეები, ბიძინა ივანიშვილს იდეოლოგიური მომხრეები არ აყავს. ბიძინა ივანიშვილს მომხრეები ყავს, იქედან გამომდინარე, ვის რამდენ ასე ვთქვათ, შეკვრა ფულს გადაუგდებს. ამიტომ მას დამცველიც არ ეყოლება და ისე ჩამოეშლება ხუხულასავით ხელისუფლება და ისე დაიშლება ქართული ოცნება მარტივმამრავლებად, რომ ვერაფერი მაგას ვერ ააწყობს. ეს არ არის ნაციონალური მოძრაობა თავისი კარგი და ცუდი, ესე ვთქვათ, ნიშნებით და ეს არ არის სააკაშვილის მომხრეები, რომელიც მას იდეოლოგიური თვალსაზრისით მიყვებოდა და იყო და არის პოლიტიკოსი. და არც ივანიშვილი არ არის იმ მდგომარეობაში, რამ მდგომარეობაში სააკაშვილი იყო, იმიტომ რომ როცა სააკაშვილი აქედან წავიდა, მას პრაქტიკულად მთელ მსოფლიოში ყველგან მიესვლებოდა, ვთქვათ, გარდა რუსეთისა და პოსტსაბჭოთა რამდენიმე ქვეყნისა. არ ამგონია ესე მარტივად ქონდეს ივანიშვილს საქმე იმ შემთხვევაში, თუ აქ ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოხდება, თუ აქ არჩევნები გაყალბდება, თუ აქ 2020 წელს, ისე ვთქვათ, ისევ გადაწყვეტს ბიძინა ივანიშვილი, რომ ყველაფერი ხელში ჩაიდოს და ამ დროს ყველა პოლიტიკური ძალა მას დაუპირისპირდება. ასე რომ მე რასაც ვლაპარაკობ, ახლა ეს არის გაფრთხილება პრაქტიკულად ხელისუფლების, იმიტომ კი არა რომ თქვენზე შემტკივა ბატონო ბიძინა გული ან თქვენს ესე ვთქვათ ირგვლივ მყოფ ადამიანებზე. არა, უბრალოდ ქვეყნის არევა არ მინდა და მინდა რომ ქვეყანაში ვითარება შეიცვალოს სტაბილურად არჩევნების გზით. თქვენთვისაც ასე ჯობია. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ინნა ბურჯანაძე იყო ჩვენი სტუმარი. მე გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე კარგად ზანდებოდეთ.